სიგნიფიკაცია, რათა იცნოთ გაშლა თქვენ გეკუთვნით თუ არა. თქვენი სიგნიფიკაცია. ნიშნულოვან პერიოდში იმყოფება ჩემი ძვირფასი მაყურებელი. სიგნიფიკაცია მიმართულია საქმიანობის სფეროზე, სადაც უნდა გრძნობთ ეს ადამიანი რაღაცა ბედისგან მოვლენილ სიახლეს, ცვლილებას, რომელიც მარტო ხართ, რომელიც თავისი ნაშრომის შედეგად შექმნა ადამიანმა. ნახეთ როგორი რაღაცა არის. თქვენ მიდიხართ ახალ გზაზე მთელი შემართებით, თქვენ უნდა ხედავდეთ იმ ახალ გზას და ახალ კარს, რომელსაც ბედისწერა გიხსნით. თითქოს უკვე ახლოს ხართ ამ კარის გასაღებად. თქვენი ცოდნის მეშვეობით. თქვენ რაღაცა ისეთი გააკეთეთ დამოუკიდებლად, რამაც მოგცათ აი ამ ახალი ცხოვრებისკენ, ახალი კარის გახსნის საშუალება და გადალახეთ დიდი წინააღმდეგობები, დიდი რთული გზები გამოიარეთ, თუმცა ახლა იმდენად გაძლიერებული ხართ და ისეთი გეზი გაქვთ აღებული, რომ უნდა გრძნობდეთ ამ წინსვლის ენერგიას და თქვენი ცოდნის ძალის ენერგიას და ასევე ბედის ცვლილებას უნდა გრძნობდეთ, ოღონდ ჯერ არ იცით, რაღაცა თქვენმა ნამოქმედარმა წარმატებამ, ხო, რამაც თქვენ შეიძლება გაგაკვირვათ, გაგაუცათ რაღაცა განაკეთებმა, გაგიხსნათ ახალი გზა, ახალი კარი ცხოვრების ახალი ეტაპისკენ და მიდიხართ ამ გზაზე. რა გელოდებათ მომავალი ერთი თვის თავზე ცხოვრებაში სამყაროსგან. ამ სიახლეს ეყრდნობით მაქსიმალურად და თითქოს აი ამ სიახლეზე ამყარებთ თქვენს ახალ გარემოებას, ახალ ცხოვრებას, მაგრამ ამ დროს თან ცოტა გეშინიათ, არ იცით რა იქნება, მიუხედავად იმისა, რომ სიმყარეს და განახლებას გრძნობთ, აი ფიქრებით არ იცით რა იქნება მომავალში, ხო არ ვიტყუებ თავს, ნეტა მართლა ესე იქნება და ცოტა თითქოს აი ეხლა გადიხართ აი გვირაბულ მდგომარეობას, მაგრამ აი აქ გეუბნებიან, რომ ერთი თვის თავზე იქნებით ახალი გზა, რომელიც თქვენ რომელზეც ადგახართ, ეს გზა ძალიან გაგაბედნიერებთ, გაგახარებთ, აგანთებთ და იტყვით, რომ აი ღმერთო, სულ ტყუილად მეშინა და სულ დაგავიწყდებათ ეს შიშები და თითქოს იმდენად შევსებული იქნებით და ემოციურ სიმშვიდეში იქნებით, რომ აი ამ გვირაბიდან რო გამოხვალთ, ასე ვთქვათ, თითქოს დაგხვდებათ სიყვარულის ენერგიები, ემოციები და იტყვით, რომ აი რა ვიცი, ღმერთო, რაღაცა სურვილი ამისრულდა, სიმშვიდე და კმაყოფილება, ახალი მომავალი, რომლის მიმართაც ანთებული იქნებით, თითქოს აი ეს ის არის ღმერთო, ის შუქია, ის სინათლეა, რომელიც აი ღმერთისგან ნაბოძებია, ესეთ რაღაცას იტყვით, ძალიან გახარებული, კმაყოფილი, შევსებული იქნებით და შემართებული ახალი მომავალისკენ, თითქოს აი ანთებული იქნებით, რომ საოცრება აი რაღაცა სასწაულია, ესეთ შეგრძნება გექნებათ. კიდე რა გელოდებათ ერთი თვის თავზე სამყაროსგან? კიდევ აგერ
ძვირფასო ადამიანებო, რაც შემიძლია გითხრათ ის, რომ ბედის ბორბალი დატრიალდება აბსოლუტურად დადებით პოზიციისკენ, სადაც თქვენ როგორი რაღაც წარსულიდან მიყენებულ იარებს ამოცლის პროცესში იყავით, მაგრამ რაღაცა მომავლის თითქოს იმედი გქონდათ და თითქოს ეს გაძლებინებდათ და გაძლებდათ იმის ძალას, რომ ეს წარსული ჭრილობები, ასე ვთქვათ, წარსულიდან გადარჩენილიყავით. აქ იგრძნობთ ნამდვილად როგორ რაღაცას იცით, ბავშვურ სიმსუბუქეს ფიქრების დონეზე სიძლიერეს, ამ ტკივილის დასრულებას და სრულ გაბრწყინებას ახალ ეტაპზე, მზის არქანია მეტი რაღაც თქვა. აქ უბრალოდ გეუბნებიან, რომ თქვენ აუცილებლად უნდა იმოქმედოთ, აქ იმაჩვენებენ, რომ იმოქმედებთ კიდევაც, აქ თქვენ ხმებს გააჩუმებთ, იმიტომ რომ ისეთი ენერგია გექნებათ, რომ სიძლიერის შეგრძნება გექნებათ, მენტალურად სიმსუბუქის შეგრძნება გექნებათ, სწორი გადაწყვეტილება მივიღოს მდგომარეობა გექნებათ და იტყვით, რომ ეს ტყუილად არ მქონდა ამის იმედი, გამიგეთ? სრულიად განახლება იქნება ენერგეტიკულ დონეზე. თითქოს ამ სიყვარულისგან მოყენებული იარები, თითქოს ამ სიყვარულის განახლებავე გაძლევდათ ძალას, რომ არაერთხელ მოგეშუშებინათ და გაგეძლოთ ტკივილისთვის და ეს ყველაფერი, ეს კრიზისული ემოციები, ტყუილი, რაღაცა დამალვები, თავის მოტყუების მდგომარეობა აბსოლუტურად ბალანსში მოდის. თქვენ ცოტა არ იყოს გაგიკვირდებათ ის, რომ ეს საქმიანობა, ეს სამსახური სრულიად გადაგრთავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე. ეს ნამდვილად იქნება. უკვე დანარჩენი შემდეგ გაშლებში ვნახოთ, ხო? რა მოხდება, აქ ახალ გზას გადიხართ, ახალ ეტაპს იწყებთ და ახალი ქმედებებით, შემართებით მიდიხართ უდიდეს ბედნიერების ენერგიებში. არის სამსახური ისე თუ აბედნიერებს ვინმეს ჩემს არხზე ძალიან მიხარია და მადლიერი ვარ სამყაროსი, რომ შეუძლია ადამიანს თავისი პირადი კრიზისული ურთიერთობიდან თავისი ენერგია, ძალა ჩადოს საქმიანობის სფეროში, რესურსში, იმიტომ რომ ეს აძლევს მას თავდაჯერებულობას, აძლევს თვითშეფასების მაღალ ვიბრაციებს, სტანდარტის დონეზე მიარულებს ცხვირის აწევას და ეგოს გამოკვებაზე არ არის აქ საუბარი, არამედ შინაგან სიძლიერეს, რაზეც აქ საუბრობდით და შემდეგ უკვე, როდესაც შენს თავში ყველაფერი დაბალანსებულია, იმ მხრივ რომ შენ აღარ გაქვს რაღაცა არასრულფასოვნების შეგრძნება, რადგან ამ საქმეში შენ ჩადებული ენერგია გაძლევს ნაყოფს იმ მხრივ, რომ კმაყოფილები არიან დაუშვათ შენი უფროსობა და ავტომატურად შენც კმაყოფილი ხარ, იღებ დაფასებას და ეს გაძლევს სრულფასოვნების შეგრძნებას და შემდეგ უკვე, როდესაც ენერგეტიკულ დონეზე ხარ სრულფასოვნად დაბალანსებული, პირადი ცხოვრებაც თავისთავად ესე ხდება უბრალოდ, თავისთავად რაღაცა სტაბილურობაში შემოდის, იმთავრდება ეს გაუსაძლისი მდგომარეობა. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, თუ იყო თქვენი გაშლა, ველოდებით თქვენ შეფასებებს კომენტარების სახით და თუ გაშლა გეკუთვნოდა თქვენ ენერგომიმოცვლის სახით, დალაიქეთ ვიდეო, მე კი დაგიბრუნდებით ძალიან მალე.